ბევრილის ჯგუფის ერთ-ერთი საფირმო მაღაზიის ყოფილმა მოლარე ოპერატორმა სალომე მიქაძემ ბრიფინგი მოაწყო. მას ბევრილის ჯგუფის წარმომადგენლები 11,000 ლარის მითვისებას ედავებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სალომე მიქაძე ბრალეულობას უარყოფს. მისი ადვოკატის განცხადებით ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე აღნიშნა, რომ მისი კლიენტის მიმართ მორალური ზეწოლა მიმდინარეობდა. ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ მოქალაქებს ადვოკატი მოუწოდებს სასამართლოს მიმართონ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სალომე მიქაძემ ეს თანხა მიითვისა. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ გამოძიების პროცესში თუ ამას ქვია გამოძიება, ფაქტობრივად გამოძიება არ წარმოებულა. საფუძვლად გამოიყენეს მხოლოდ ბევრილი ჯგუფის საჩივარი, რაც ასევე გამოძიების გარეშე წარედგინა სასამართლოს. 2015 წლის 10 სექტემბერს მივატოვე მუშაობა. რამოდენიმე დღის შემდეგ, როდესაც დაუბრუნდი ჩემს ქალაქიდან გასული ვიყავ, როდესაც დაუბრუნდი ქალაქში, იძულების წესით მოხდა ჩემი მიყვანა შპს ბევრილის ლარნაკას ოფისში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ოფისში, სადაც იძულების წესით ყვირილით ფსიქოლოგიური ზეწოლით მოხდა ჩემი დაშანტაჟება და ხელის მოწერა დოკუმენტებზე, ხელშეყულებაზე, რომელზეც მუშაობის დაწყების დროს უნდა მომეწერა ხელი. შესაბამისად, ამის შემდეგ მომთხოვენ აღიარების გაკეთება და მითხრეს, თუ შენ აღიარებას გააკეთებ, ამ შემთხვევაში არ გადავცემთ საფინანსო პოლიციას, ადგილზე დაგაწყებებთ მუშაობას ფუნქციონალის საწყობში და შესაბამისად ამ თანხას ნელ-ნელა გადაგახდევინებთ. მაგრამ მე კატეგორიული უარი განვაცხადე და წამოვედი რის შემდეგადაც უკვე საფინანსოში შეიტანეს საქმე და ამის შემდეგ ხდება რომ ეგეთი რაღაც რომ საფინანსო პოლიციაში წელიწად და 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ზეწოლა ჩემზე რომ გავაკეთო ამის აღიარება, მაგრამ არ ვაღიარებ, იმიტომ რომ ნაღდად ერთი თეთრიც არ წამიღია იქიდან. თან კიდევ ერთს გეტყვით, რომ არის ბევრი მოქალაქე, რომელიც მე ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ამჟამად არ მაქვს უფლება რომ დავასახელო, რომელიც ჩემსავით დაზარალდა, ანუ ამუშავეს, აღმოუჩინეს დანაკლისი, 15 დღის მერე აღმოუჩინეს დანაკლისი და მოთხოვეს ამ დანაკლისის გადახდა, მაგრამ მათაც არ ჰქონდათ საშუალება, ამიტომ შეშინდნენ და დაეთანხმნენ მათ პირობებს, აღიარება გააკეთეს და შესაბამისად შემდეგ ფუნქციონალის საწყობში დააწყებინეს მუშაობა. ბევრილის ჯგუფის წარმომადგენლებმა სატელევიზიო კომენტარზე სასამართლო პროცესის დასრულებამდე უარი განაცხადეს.